დაუბეგრავი მინიმუმის თანხის მისაღებად გაეცანით ინსტრუქციას, შეავსეთ და წარადგინეთ დეკლარაცია. ნაბიჯი პირველი. პირადი ნომრის ველში მიუთითეთ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი. სისტემა ავტომატურად შეავსებს ფიზიკური პირის მონაცემებს, სახელს, გვარს და მისამართს. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის მიერ ვერ მოხდა მისამართის დაფიქსირება, ჩამოშლადი ველიდან აირჩიეთ რეგიონული ცენტრი თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მისამართის ველი შეავსეთ ხელით. მობილური ტელეფონის ველში მიუთითეთ თქვენი პირადი, მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი. გაითვალისწინეთ, დეკლარაციის დასარეგისტრირებლად აუცილებელი უსაფრთხოების კოდი გამოიგზავნება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე. ელექტრონული პოსტის ველში მიუთითეთ თქვენი პირადი ელექტრონული პოსტის მისამართი ასეთის არსებობის შემთხვევაში. საანგარიშო პერიოდის ველი ჩამოშალეთ და აირჩიეთ სასურველი ჩანაწერი. თუ თქვენ არ მიგიღიათ 2013 წლის დაუბეგრავი მინიმუმი და გეკუთვნით მიმდინარე, ანუ 2014 წლის მდგომარეობითაც, მაშინ კუთვნილი თანხების დასაბრუნებლად უნდა შეავსოთ დეკლარაციები ცალ-ცალკე წლების მიხედვით. დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შევსებული მონაცემები სწორია და დააჭირეთ ღილაკს გაგრძელება. იმ შემთხვევაში, თუ არ გეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება, სისტემა გამოგიტანთ სათანადო შეტყობინებას. დამქირავებლის, საგადასახადო აგენტის ან და თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით არ გეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვთვის უფლებით სარგებლობა. თუ ერთხელ უკვე შევსებული და გადაგზავნილი გაქვთ აღნიშნული დეკლარაცია, მეორედ შევსება არ წარმოადგენს აუცილებლობას. შესაბამისად, მეორე ცდელობის შემთხვევაში სისტემა გამოიტანს შეტყობინებას. თქვენ მოცემული დეკლარაცია უკვე შევსებული გაქვთ. იმ შემთხვევაში, თუ გეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმის თანხა, გააგრძელეთ დეკლარაციის შევსება და მიუთითეთ თქვენი პირადი საბანკო მონაცემები, ანუ გადადით ნაბიჯი 2 შევსებაზე. მიუთითეთ ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაგერიცხება დაუბეგრავი მინიმუმის თანხა. ბანკის დასახელებას სისტემა გამოიტანს ავტომატურად. ყურადღება: ყველა დაუშვებელია სხვა პირის ანგარიშის ნომერის მითითება. გაითვალისწინეთ, ანგარიშის ნომერი კონტროლდება საბანკო დაწესებულების მიერ. არასწორად მითითების შემთხვევაში დეკლარაციის შევსებას ვერ განაგრძობთ და სისტემა გამოიტანს შესაბამის შეტყობინებას. საბანკო ანგარიშის ნომერი არ არის თქვენზე რეგისტრირებული. გთხოვთ მიუთითოთ მხოლოდ თქვენ სახელზე რეგისტრირებული საბანკო ანგარიში. მონიშნეთ ნიშნული, რომ თანახმახარ თქვენი ანგარიში ცნობილი გახდეს შემოსავლების სამსახურისათვის და დააჭირეთ ღილაკს გაგრძელება. ნაბიჯი 3. დაუბეგრავი მინიმუმის თანხის ველში სისტემა დაიანგარიშებს და ავტომატურად შეავსებს დასაბრუნებელი თანხის ოდენობას. თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე გამოიგზავნება უსაფრთხოების კოდი. მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღებული უსაფრთხოების კოდი შეიტანეთ სათანადო ველში და დააჭირეთ ღილაკს გადაგზავნა. დეკლარაციის წარმატებით გადაგზავნის შემთხვევაში ეკრანზე გამოვა შეტყობინება დარეგისტრირებული დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომრის, დეკლარაციის რიგითი ნომრის, დეკლარირებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხისა და დავალიანების გათვალისწინებით დაბრუნება დაქვემდებარებული თანხის ოდენობის შესახებ. რიგითი ნომრის მიხედვით შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე შეძლებთ თვალყური ადევნოთ თქვენთვის კუთვნილი თანხის დაბრუნების თანმიმდევრობას. ყურადღება: დასაბრუნებელი თანხის გამოანგარიშებისას მხედველობაში მიიღება პირის ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში და თქვენ სახელზე ფიქსირდება დავალიანება, სისტემა დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებელი თანხიდან გამოგვითავს დავალიანების თანხას. ამავე გვერდიდან შეგიძლიათ განახორციელოთ შეტყობინების ბეჭდვა, რისთვისაც უნდა გააქტიუროთ შესაბამისი ღილაკი ბეჭდვა. გისურვებთ წარმატებებს!